ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი გულანი 2026. როგორც მივხვდით, უკვე შერატონში ვართ და შევიდეთ, შიგნით დავათვალიეროთ აქ რა ხდება. ღონისძიების ორგანიზატორია თიკა სვანიძე, ვენკო. ნიდერლანდებში მოღვაწე წარმატებული ქართველი ბიზნესლედი, ქველმოქმედი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ქართული კულტურის მხარდამჭერი და გამავრცელებელი ძლიერი ქალი. რადგან ეს ფესტივალი კალიგრაფიასთან ერთად მეწარმეებსაც აერთიანებდა, მეც რა თქმა უნდა ყველა მეწარმეს ვეახლე და მათ მასპინძლობაზეც არ მithქვამს უარი. თოვლი რომ დაედება ვენახებს, ყინვაში კრეფავენ ევროპაში და უცნობილესი და უგემრიელესი. ძალიან გემრიელია. ბავშვებს ტკბილეული თუ ვინახა ჭამოთ, შოკოლადის და ამის კამფეტების ჭამას ბევრად ჯობია. უგემრთკბილიც არის, გემრიელია და ბევრი ჯანსაღია, ხვასია. ნამდვილად. ხილის არის ბოლო-ბოლო რა. ნამდვილად. მადლობა. უღმესი მადლობა თქვენ. აუ, რა კაია. მიყვარს. მალევე მასპინძლებმა დღის გეგმა გაგვაცნეს და სანამ თიკას ახალი წიგნის პრეზენტაცია დაიწყებოდა, საგამოფენო სივრცეში შევიჭრიდნენ. გადავინაცვლოთ საგამოფენო სივრცეში. როგორც აღმოჩნდა, ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი, მსახიობი და უნიჭიერესი ნიკოლოზ წულუკიძე დიდი გულშემატკივარია ქართული პროექტების. მე ჩანსი ხელიდან არ გაუშვი და გამოველაპარაკე. YouTube არხი ვართ, ადათი ქართულ კულტურას, ტრადიციას ხო, ვემსახურებ. ადათი კაი რამე თქვით. კაი სიტყვა და როგორც ამ სიტყვას უნდა მომფრთხილება, ისე მიშინავს. აი ესე მაგის გამოხატულება. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ შეხვედრას არც მისთვის ჩაუვლიაო ემოციოდ და სცენიდან ჩვენი არხის სახელის სიმბოლურ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. გამოფრიალი და ბიჭი მოვიდა რომ ჩვენო ინტერნეტ YouTube ტელევიზია ადათიდან მართო და უბრალოდ ეს ორი სიტყვა ესე ნაციის ხელისგანების ტრადიცია და სიტყვა ადათი უბრალოდ გაერთიანდა. აი ამ სიტყვის გაერთიანება ადათის რომელიც ჩვენ ისტორიაში ქონდა ყოფაში გამოხატული და აბა წარმატებებს გისურვებ და კარგად. ასევე თქვენ წარმატებები. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ასეთი დონის არტისტი შენ საქმიანობას მხარს უჭერს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერაც. ღონისძიების ფარგლებში ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრის წოდება მიენიჭათ იაპონიის ელჩს, კალიგრაფს, იშიძუკა ჰიდეკის და ავსტრალიელ ოსტას, შუა საუკუნეების ილუმინატების ხელოვნების კალიგრაფიისა და ჰერალდიკის გამომრჩეულ წარმომადგენელს, ქალბატონ ტანია ქროსინგემს. მალევე სტუმრებთან ერთად ქალბატონი თიკას თაოსნობით საინტერესო პერფორმანსი ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ადათიც წარწერებს შორის აღმოჩნდა. დღის უფრო ვრცელი მიმოხილვა თუ გაინტერესებთ, დაწერეთ კომენტარებში და როგორც კი ვიდეო 100 YouTube-ურ მოწონებას მოაგროვებს, შემოგთავაზებთ ვლოგის სტილის ვიდეოს. გადააჭარბა ჩემს მოლოდინს და ძალიან ბედნიერი ვარ, ანუ შედგა ეს დღეც, როგორიც წარმომედგინა იმაზე უფრო მეტად წარმატებული გრანდიოზული და ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო ამდენი ანთებული თვალები, რომ დავინახე დღეს აქ ყველა სფეროში. და ვიგრძენი ის ერთობა, ის სიყვარული, რომელიც ჩვენ უფალმა მოგმადლა და ეს იყო ზუსტად აქ ჩვენში. ჩვენ ერთადერთი ქართველ ერს, რაც გადაგვარჩენს. ქართველზე ძლიერი ერი არ არსებობს და ქართველზე ძლიერი ადამიანი ყველანაირად და ერთადერთს მინატრებდი, რომ გავერთიანებული ვიყავით. და ერთმანეთი გვიყვართ. რომელი სიმართლეა. ძალიან რა ვიცი, გაფასებთ და მიყვარხართ. მადლობა იმისთვის, რაც აკეთებთ. ძლიერი ქალი, რომელმაც შეძლო შეეკრიბა და გაეერთიანებინა 100-ზე მეტი ქართველი მეწარმე.
გამოეშვა წიგნები, განავითარებინა ბიზნესები, შემოეკრიბა ელჩები და წარჩინებული ხალხი. შეძლო გამხდარიყო მისაბაძი მაგალითი და სიძლიერის ეტალონი, თუმცა ამუძლიერეს შვილს, ცოლს და დედას. სამშობლოს სიყვარულში შეუძლია აეტიოს. მისი ცრემლები უამრავ სათქმელს ამბობენ. მის ცრემლებში ჩანს თუ რა გზა გაიარა მან იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყო. ეს თიკა სვანიძეა, ქალი სხვა სამყაროდან.